საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება. თინა ხიდაშელი ჟურნალისტებს შეხვდა და განაცხადა, რომ სავალდებულო გაწვევის გაუქმება მისი ერთ-ერთი დაპირება იყო. დღეს მე ვაცხადებ, რომ დღეიდან თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად მინისტრის ბრძანებით აღარ განახორციელებს გაწვევას და არ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწვევაზე. სავალდებულო გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილება ადგილობრივებმაც შეაფასეს. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტების აზრი ორად გაიყო. ჯარში ყველანი უნდა წავიდნენ მამაკაცები და მოიხადონ ვალი. მე მგონი ყველა უნდა წავიდეს ჯარში. ჩემი აზრით არ უნდა გაუქმდეს. ბიჭები რო ჯარში წავიდნენ კარგია, მაგრამ ავღანეთში არ უნდა წაიყვანონ, თორე სამხედრო წვრთობა უნდა მიიღოს ბიჭებმა. ზოგადად ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. სულებით წასვლა შვილო რა არის, აბა უნდა წავიდეს მომზადებული, იმან უნდა გააცნობიეროს, რაზე მიდის ჯარში. მე მგონი კი არა სწორი გადაწყვეტილებაა. ჯარს ისე წარიხდიდნენ და უფრო დაცვებში იმაშველოდნენ. ან უნდა იყოს მარტო ჯარში მიდიოდნენ და ან უნდა გაუქმდეს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ მომავალ მინისტრს შეეძლება კანონის გაუქმება.